ადრე თუ გვიან ყველას ჩვენ გვებადება ერთადერთი კითხვა. რისთვის ვარ მე მოსული ამ დედამიწაზე? რა დანიშნულება მაქვს? რას უნდა ვემსახურო? რა უნდა გავაკეთო? სად არის რაში მდებარეობს ჩემი პირადი დანიშნულება და ასე შემდეგ. უამრავი კითხვები, რომელიც ჩვენ გვაწუხებს და რა თქმა უნდა არც მე ვიყავი გამონაკლისი და ბევრი წლების წინ ეს კითხვები დამებადა და ამიტომ გადავწყვიტე და ვუხდი ყოველ დღე მადლობა სამყაროს იმისათვის, რომ მომეცა ეს საშუალება, რომ შემისწავლა ეს უნიკალური ინსტრუმენტი, რომელსაც ქვია ბედის მატრიცა. მე მქვია ვალენტინა ბარბაკაძე, მე ვარ კარმული ტარონომეროლოგი, ფსიქოლოგი, ენერგოპრაქტიკოსი და ვარ დამაარსებელი ტაროს აკადემიის, სადაც ვასწავლე ტაროს და ეხლა ჩემი მოსწავლეების დიდი თხოვნით და საერთოდ ბევრი ადამიანების, ვინც იყო ჩემთან კონსულტაციაზე და მე ჩავატარო უკვე 1000-ზე მეტი კონსულტაცია ამდენი წლის განმავლობაში, ასე ვთქვათ, რომ მე ვეცი გზა ბევრ ადამიანს, რომ ეპოვათ თავისი დანიშნულება, თავისი და დანიშნულება არ არის მხოლოდ პირადი იმაში, რომ შენ თქვათ ახლა საქმე რამე იშოვო ხო და იყო დაკავებული საქმით, არა, შეიძლება ზოგს საერთოდ პირადი დანიშნულება აქვს იმაში, რომ უნდა იყოს კარგი დედა და ან კარგი მამა და ასე შემდეგ, იმიტომ რომ ეს ძალიან საინტერესო სფერო და დღეს მინდა გითხრათ თქვენ ცოტა ორი სიტყვით მოგიყვეთ იმ კურსზე, რომელიც მე უკვე და ჩემი გუნდი ვქმნით იმათთვის, ვისაც აინტერესებს ეს ინსტრუმენტი. ბედის მატრიცა, რომელიც მე ვხემსვანელობ, არის საინტერესო და უნიკალური მეთოდი, რომელიც არის შექმნილი რამდენიმე ადამიანების. საერთოდ ბედის მატრიცა არის, აი როგორც ისეთი ინსტრუმენტი არის შექმნილი, არის ასეთი ავტორი ნატალი ლაძინი და მე უკვე მისმა მოსწავლემმა, ასე რომ ვთქვათ, კიდე დაამუშავეს თავისი ინტერპრეტაციებით შემოიტანეს და გახადეს კიდე უფრო და უფრო საინტერესო. რა თქმა უნდა, მატრიცა გვაძლევს ჩვენ არაჩვეულებრივ საშუალებას, რომ ვიცოდეთ ჩვენი სულის გზა. უკვე ხა რადგან თქვენ აქ ხარ და მოხვდეთ ამ ვიდეოზე, ესე იგი თქვენთვის არ არის ეს უცნობი, რომ სული მოდის დედამიწაზე იმისათვის, რომ აქ რამე ისწავლოს, იმიტომ რომ სულისთვის დედამიწა არის საერთოდ ასე წოდებული, სკოლა რა, სადაც სწავლობს ბევრ რაღაცებს. ჩვენ დავიბადებით თუ არა, ეგრევე იმ წამიდან რაღაცებს ვსწავლობ და მასზე გრძელდება მთელი ჩვენი ცხოვრება. მაგრამ ყველას აქვს თავისი ამოცანები, როგორც ასევე, რა თქმა უნდა, ყველა აბსოლუტურად სულს თავისი ამოცანები აქვს. როცა მოდის სული, მაგას აქვს გეგმა, მაგაზე ხა მე სხვა ვიდეოებშიც უფრო მოგიყვებით. მაგ თემებზე აუცილებლად გაგესაუბრებით, მაგრამ დღეს მინდოდა უბრალოდ ეს ინფორმაცია მიმიწოდებია იმათთვის, ვინც უკვე იყო შეიძლება ჩემთან კონსულტაცია, რამე მსმენიათ ახლა საერთოდ ბედის მატრიცაზე და უნდათ რომ ჯერ პირველ რიგში ვის გამოადგება ის კურსი, რომელსაც ჩვენ ვამზადებთ, იმ ადამიანებისთვის, ვისაც უნდა რომ თვითონ გაიგონ, გამოთვალონ თავისი ბედის მატრიცა, გაიგონ რომ და მიხვდნენ რომ არ ჩვენი სახელი, არ ჩვენი გვარი, არ ჩვენი დაბადების თარიღი, არ ჩვენი დედის, მამის გვარი, საგვარეულოები არ არის შემთხვევით ჩვენ ცხოვრებაში, არის ამას ყველაფერს თავისი ადგილი, თავისი მიზანი და ასე შემდეგ და აი ზუსტად მაგ მონაცემებიდან მე აი აქვე თქვენ ახლა როგორც მაგალითად გაჩვენეთ როგორ მიდის დათვლა საერთოდ აი ბედის მატრიცის რა და რას გვაძლევს ბედის მატრიცა პირველ რიგში თუ თქვენ დაუშვათ თუნდაც მარტო თქვენთვის გინდათ ხო რომ ისწავლოთ როგორ უნდა გამოვთვალო მე ჩემი სულის გზა ანუ თქვენ გაიგებთ რა რესურსით ხართ მოსულები, ხო? რა უნდა დაამუშაოთ კიდე, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება და რას უნდა მიაღწიოთ. ნიჭი, რა ნიჭი გაქვთ, იმიტომ რომ ბევრჯერ ყოფილა რომ ადამიანს უნდა რომ დაუშვათ რაღაცი დაკავდეს, ხო? მაგრამ ფიქრობს რომ მე ეს გამომადგება, მე ეს კი მაინტერესებს, მაგრამ ხო შეიძლება რომ ან არ გამომივიდეს, ან საჩემო არ არის დაუშვა, ან არავინ არ მყავდეს საგვარეულოში ისეთი ადამიანი თქვათ, ვინც ხატავს.
სიტყვაზე, ხო? და მე ახლა აი მინდა მაინტერესებს მაგ ამისი მიდრეკილება, ან შეიძლება ბაბუა იყო ადრე თქვათ ახლა მხატვარი და ალბათ მაგიტო, მაგრამ ეს მე ჩემია, შემიძლია დავყავდე ამით? აი ეს კითხვები და ბევრი სხვა, საერთაშორისო აი ძალიან საინტერესო არის, იმიტომ რომ ჩემთან კონსულტაციები იყო ძალიან საინტერესო ადამიანები, ვინც თქვათ, აი დაუშვათ, როგორც მაგალითს მოგიყვებით, გალბატონი იყო აუდიტი, იყო დაკავებული ამ საქმიანობით და თავისი უქონდა ეს როგორც უკვე ბიზნესი, მაგრამ ჩვენ მაგისი მატრიცა რო განვიხილეთ, მეუთხარი შენ უნდა იყო აუცილებლად მოდელიერე რა. იმიტომ რომ ისეთი მატრიცა გაქვს, რომ აი ვერ დავიჯერებ თუ შენ ეგ სურვილები არ გქონდა და 2 წუთში ეს გალბატონი მიგზავნის ნახატებს, სადაც 12 წლები ხატავს ეგ ძალიან ლამაზ თანის ამოს, ძალიან ლამაზ რაღაც აქსესუარებს და იცი რამდენი ხანი მინდა, მაგრამ მეშინია რომ ეგ მართლა ჩემია თუ არა და ანუ უკვე ადამიანს კოლექციაც კი ქონდა და მაინც ვერ ფიქრობდა რომ ეს არის მისი დანიშნულება და ნამდვილად ჩვენი კონსულტაციის მერე მისი ცხოვრება საერთოდ შეიცვალა და აი ეს არის ერთ-ერთი პატარა მაგალითი რომელიც გითხარით. ამიტომ ნიშს რა თქმა უნდა მივხვდები თქვენ რა არის თქვენთვის კარგი. რა არის აი პულის კარმა, ხო? იმიტომ რომ არსებობს ესეთი მომენტები, რომ ჩვენ დაუშვოთ ახლა რაღაცას ვაკეთებთ და ვფიქრობთ, რომ აი დაუშვოთ მეზობელმა რომ გახსნა თქვათ რაღაცა მაღაზია, იმას იქ უმართლებს, ძალიან კარგად არის, მოდი მეც გავაკეთო იგივე, ხო? ან ბიზნესის სიტყვაზე, ან ვისწავლო ისეთი რაღაც, რაც მე ფულს მომიტანს. ადამიანი თქვათ მაგას დროს უთმობს, აკეთებს მაგას, მაგრამ აი თითქოს რაღაცა აქ აი გულში რომ აი რა ვიცი, აბა მეც თუ გამომივა, მაგრამ მაინც მოდი ვსცადო, ხო იმას თუ გამოვიდა, შეიძლება მეც გამომივიდეს და ამ დროს ადამიანი ხარჯავს დროს, ფულს, ყველაფერს რესურს მაგისთვის, რომ შეისწავლოს იგივე დაუშვათ და გახსნის ამ ბიზნესზე საერთოდ არ მუშაობს. რატო? აი თუნდაც არსებობს, ახლა უცხოდ გამახსენდა, აი ზოგის მაგალითად, აი ხორცის მაღაზია. ზოგისთვის საერთოდ არ შეიძლება მუშაობა ხორცთან. აი არანაირად არ შეიძლება. ზოგი თქვათ მიდის, აი სამხედრო ხდება, ხო? ნუ რატომ? იმიტომ რომ თქვათ მეგობარი მათ თქვათ უთხრა რომ აი მოდი წავიდეთ და გავხდეთ მე და შენ ახლა სამხედრო პირები სიტყვაზე. ამ დროს იმ ადამიანისთვის ის წარმატებული და შეიძლება გენერალიც გახდეს, ხო? და ის მეორე აი საერთოდ ვერაფერს ვერ მიახდებს, იმიტომ რომ მაგისტრის არც შეიძლება არანაირად და ურთიერთობა არც არ ახდან და ასე შემდეგ. ზოგი მაგალითად აი თქვათ იურისტი მინდა ვიყო, ხო? კი ბატონო, შეგიძლია გახდე იურისტი, მაგრამ მხოლოდ და მხოლოდ თქვათ ან ადვოკატი და ანუ არ შეიძლება არც იყო თქვათ გამოძიებელი და აი ესეთი უარყოფითი არ არის, ანუ ესე იგი ამ დარგით არ შეიძლება შენი იურისტება. თქვათ აი სხვანაირად რომ აი დაეხმარო ადამიანებს შეიძლება ამას აქ ყველაფრის ახსნა და რა თქმა უნდა აი პულის კარმა გვეუბნება ჩვენ და კარნახობს იმაზე რომ აი რას უნდა მივაქციოთ ყურადღება. ნუ ახლა ჩემი მაგალითი ახლა ბევრი უკვე იცის რომ მეხუთე ენერგია მქონდა რესურსი ყოველთვის მინდოდა ყოფილიყავი მასწავლებელი და ბავშვობიდან მარტო მაგას ვთამაშობდი. მე ერთ-ერთი უბრალოდ ახლა უცბად მოკლედ გეუბნებით იმას ბევრი მნიშვნელობები კიდე აქვს, რომ მასწავლებლობა არის ძირითადი. მეოთხე თვე არის ჩემი დაბადების, ანუ ეს არის ყოველთვის ადამიანი, რომელიც პროფესიონალი, რომელიც ახლა აი ერთ-ერთი იყო რაც მე ამოვიკითხე, რაც მაინტერესებდა სკოლის დირექტორობაც, მე მოცნებობდი ბავშვობიდან რომ ყოფილიყავი სკოლის დირექტორი და ეს ოცნებაც ავახდინე. და აი ასე შემიძლია ბევრი კიდე რაღაცები ახლა ნუ ჩემ მატრიცას მთლიანად ახლა არ მოგახსოვთ, მაგრამ აი თუნდაც ეზოტერიკოსი რო გავხდე, თურმე ჩემ ფულის მატრიცაზე ზუსტად ის პროგრამა იყო, რომელიც ამბობდა რომ შენი ყველანაირი წარმატება არის ეზოტერიკაში და აქ უნდა არა მხოლოდ შენ დაუშვოთ ადამიანებს დაეხმარო იმით, რომ აუხსნა, კიდევაც უნდა გადასცე ცოდნაც აუცილებლად ეზოტერიკული და იმ ადამიანებს, ვისაც აინტერესებს, შენ უნდა ისწავლო, მერე სხვებს დაეხმარო და მერე უკვე გასცე ეს ცოდნაც სხვებს. ანუ ესაც ყველაფერი მე ამოვიკითხე უკვე ჩემი ბედის მატრიციდან. რა თქმა უნდა, აქ შეგიძლია თქვენ ნახოთ ურთიერთობების კარმა. ურთიერთობის კარმა არის საერთო სასწაული, იმიტომ რომ აქ არ არის მხოლოდ და მხოლოდ აი პარტნიორთან როგორი უნდა იყოს დამოკიდებულება შენი, ხო? აქ არის უკვე ინფორმაცია საერთოდ რა
შეცდომებს აკეთებდა სული წინა ცხოვრებაში, რომ ვერ არ ქონდა ნორმალური თქვა დამოკიდებულება, გინდაც ხანათესავებთან, გინდაც შეიძლება თანამშრომლებთან, სამსახურში თქვა კოლეგებთან და ასე შემდეგ. ანუ რა უნდა გავაკეთო მე, რომ აი ეს ურთიერთობები დავალაგო, ხო? დაუშვათ, ან რა შეიძლება რა გავაუმჯობესო. ესეც არის კარმაში. რა თქმა უნდა, ჩვენ რომ მოვდივართ, ყოველას ჩვენ გვაქვს და ამ მატრიცაში უშუალოდ არის ამისი საშუალება, რომ ჩვენ დავინახოთ ჩვენი საგვარეულოს ამოცანები, იმიტომ რომ სული როცა მოდის, თვითონ ირჩევს საგვარეულოს, დედის, მამის და რა თქმა უნდა, არის ამოცანები, რომელიც არის მსგავსე სულის და იმ ადამიანის ვთქვათ, რომელიც სული დავარქვათ, ხო? და მის ვთქვათ, დედის და მამის და საგვარეულო აქ ისრებს, ასე რომ ვთქვათ, რომ შენ ესეც უნდა გამოასწორო, მხოლოდ ჩვენ მოგცემთ ამისთვის რამე ნიჩს ვთქვათ, ხო? რაც შენ შეგიძლია რომ გამოიყენო ისარგებლო მაგით და ჩვენ დაგეხმარებით. და მაგედან გამომდინარე, კიდე ფულის მატერიალური კარმაც არის, სულიერი კარმა არის საგვარეულოს და მატერიალური კარმაც არის საგვარეულოს. აქვე თქვენ შეგიძლიათ გაიგოთ თქვენი პირადი ძალა რაში დევს. აი როგორ და საგვარეულოს კიდე რითი გეხმარება. რა თქმა უნდა, აქ არის პირადი დანიშნულებაც თქვენი, აი ძალიან კარგად შეგიძლიათ ნახოთ. მე რატომ გეუბნები თქვენ აი ეს დარწმუნებით, პირველ რიგში მე ყოველთვის ვამბობ, რომ ყველაზე საუკეთესო ჩემი кейსი მე ვარ, იმიტომ რომ მე მივიდე ჩემი ბედის მატრიცით და ვიცი ნამდვილად, რომ აი რასაც ვაკეთებ, ჩემი ცხოვრება სრულიად შეიცვალა, რაც მე მივაგენე ამ ინსტრუმენტს და დავადეგე ჩემი სულის გზაზე, აი საერთოდ ისე შეიცვალა, რომ რაზეც არ მეოცნებია ცხოვრებაში, აი ხო შეიძლება ჩვენ რაღაცებს ვოცნებობთ და მე ასრულდება. არც მეოცნებე ბევრ რაღაცებზე და აი ისეც კი სრულდება ეხლა ცხოვრებაში. რატომ? იმიტომ რომ როცა ჩვენ დავადგებით ჩვენს უკვე სულის გზას, უკვე რა თქმა უნდა, სულიც გახარებულია, სამყაროც გახარებულია, ჩვენ ვაკეთებთ იმას, რაც უნდა ვაკეთოთ და სამყარო ჩვენ გვიხდეს სამაგიეროს, იმას რომ ჩვენ ცხოვრებასაც აუმჯობესებს, ჩვენ გაკვეთილებიც ვიცით რა უნდა გავიაროთ, ხო, როგორ უნდა გავიაროთ და რა თქმა უნდა, მე ხუთოსნებით თუ უკვე ათოსნები ახლა უკვე ხო, ხდებით ამ ცხოვრების. აი ესე არის, ასე მუშაობს. აქვე მინდა გითხრათ, რომ ჩვენ აუცილებლად, აი პირველ კურსზე ჩვენ აი მე ვასწავლე ასეთ თემებს, რა თქმა უნდა, ყველა არკანს, ანუ ეს არის ტარო, ტარო არკანებზე, მაღალ არკანებზე აგებული და ყველა აბსოლუტურად ეს ენერგიები, იმიტომ რომ მაღალი არკანები ტაროს არის ენერგიები, რაშიც ჩვენ ცხოვრობთ და ისინი გვაჩვენებენ ჩვენ, რა თქმა უნდა და მეორე კურსზე ჩვენ უკვე ვისწავლეთ, აი ვისაც უფრო ღრმად მოუნდება თქვა გაგება კარმის, რა არის საერთოდ კარმა, რამდენი საფეხური არსებობს კარმას, რა პროგრამები აქვს და რა კვანძებიც კიდე არსებობს, ასე წოდებული კარმული, რომელიც აუცილებლად უნდა ვიცოდეთ ჩვენ, რომ ეს არის უკვე შეცდომა სულის, ანუ ძალიან ძველი, რომელსაც სული ცდილობს რომ გამოასწოროს რა. ეს შეიძლება სხვათა შორის აი ურთიერთობას რო შევეხოთ, არის მომენტები, რომ თქვა ადამიანი აი ძალიან გამცემი, სიყვარულში, ძალიან მოყვარული, აი ყველაფერს აკეთებს, მაგრამ არ უმართლებს ურთიერთობაში. რატომ? მაგასაც აქვს თავისი მიზეზი და რა თქმა უნდა, უკვე ამ პროგრამებში ჩვენ მე ვასწავლე როგორ უნდა გამოთვალო პროგრამები, აუცილებლად ახსნას მივცემ პროგრამების, რომ იცოდეს ადამიანმა საიდან წამოვიდა ეს პროგრამა და რა უნდა გააკეთო, რაც მთავარია, რომ თქვა ეს სიტუაციები დაალაგო იმ დონეზე, რომ უკვე ყველაფერი თქვა, შეიცვალოს უკეთესობისკენ შენს ცხოვრებაში, რა თქმა უნდა. და კიდე ძალიან ბევრი საინტერესო ნიუანსები, მე შემიძლია გითხრათ, რომ აი იქ მატრიცის მეშვეობით შეგვიძლია გამოვთვალოთ, რამდენად ჩვენთვის შესაბამისი არის ადამიანი, რომელთანაც ჩვენ გვინდა ურთიერთობა და არა მხოლოდ სასიყვარულო და პლუს კიდე შეგვიძლია გამოვთვალოთ, აი ქვეყანა ან ქალაქი არის ჩემთვის სასარგებლო, რას მომიტანს მე დაუშვათ, რომ მე იქ გადავალ, ან იქ ვიცხოვრობ. даже იმ დონეზე, რომ შეგვიძლია ბინის ნომერიც თქვენ გაიგოთ, თქვენთვის რომელი ბინის ნომერი უფრო კარგია და რომელი
არა. ან даже ისიც კი გამოვითვლია, როცა სამსახურში მიდიოდნენ თქვა ზოგი და მეუბნებოდნენ, რომ აი ასეთი დასახელება აქვს ჩემს თქვათ სამსახურს და ისიც კი გამოგვითვლია, საჭირო თუ არა, კარგი იქნება თუ არა იქ მისთვის მუშაობა. ნუ ბევრი საინტერესო მომენტები არის. რა თქმა უნდა, თუ თქვენ მოგინდება თვითონ თქვენთვის და თქვენი ახლობლებისთვის გამოთვალოთ, ეს იქნება ძალიან კარგი შესაძლებლობა. თუ თქვენ დაუშვათ მოგინდებათ ეს აირჩიოთ როგორც პროფესია, რა თქმა უნდა, მე დარწმუნებული ვარ, რომ ბევრ ადამიანებს დაეხმარებით და სამყაროთ თქვენ ნამდვილად არ დაგტოვებთ ის, რომ აი არ გადაგიხადოთ სამაგიეროდ, ან ძალიან კარგად, იმიტომ რომ ეს რო ისეთი კარგი პროფესია, როცა მაპატიეთ როცა შენ ეხმარები ხებს, აუცილებლად სამყაროც შენ დაგეხმარება. ამიტომ თუ თქვენთვის საინტერესო არის ეს კურსი, თუ თქვენ გინდათ რომ ეს ცოდნა მიიღოთ, შეგიძლიათ მიმართოთ ჩემს დახმარ ჯგუფს. აქ იქნება ამ ვიდეოს ქვეშ ყველანაირი აბსოლუტურად ლინკები და უკვე ინფორმაცია უშუალოდ როგორ რა დროს, ну ჩვენ უფრო შემოდგომაზე ვიწყებთ ახლა, ვინც ახლა ნახავს ამ ვიდეოს რა და ანუ არა აქვს მნიშვნელობა, შეიძლება თქვენ უფრო მერეც ნახავთ და უშუალოდ შეგიძლიათ მიმართოთ ჩემ დამხმარ ჯგუფს, ისინი დაგაყვალიანებენ აბსოლუტურად ყველანაირად ყველაფერს აგიხსნიან. ორ სიტყვას მარტო ვიტყვი იმას, რომ მე როგორც ახლა ტაროს რო ვასწავლე, ჩვენ გვაქვს ონლაინ გაკვეთილები, ძალიან საუკეთესო ერთ-ერთ პლატფორმაზე გეთ კურსზე ვაკეთებთ ყველაფერს, სადაც ადამიანს აქ კომფორტულად მიდის ჩვენთან აკადემიაში სწავლა, იმიტომ რომ თქვენ უყურებთ გაკვეთილებს მაშინ, როცა თქვენ გინდათ, მაგრამ აუცილებლად VIP ჯგუფები, ანუ ასე წოდებული VIP ჯგუფები, ვინც უშუალოდ ჩემთან რა თქმა უნდა ექნებათ შეხება, ჩვენ გვექნება პირადი ასეთი კონსულტაციები, იქნება საერთო ჩატი, ყველანაირად დამხმარე ჯგუფი იმუშავებს, ანუ ჩვენ მოსწავლეებისთვის მაქსიმალურ კომფორტს ვქმნით, რომ ნებისმიერი ქვეყნიდან ადამიანს შეძლოს, რომ ისწავლოს ჩვენს აკადემიაში, სადაც მე დიდი გულით და სიყვარულით გვადირებ თქვენს.